ცენტრი სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა გრძელდება დღეს ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში სოფლის მეურნეობის მინისტრი სადემონსტრაციო ნაკვეთში ახალი სარწყავი სისტემის დამონტაჟების პროცესს დაესწრო. 131 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სარწყავი სისტემის უწყვეტ რეჟიმში მუშაობას 17,000 ტონიანი წყლის რეზერვუარი უზრუნველყოფს. სადემონსტრაციო ნაკვეთების არსებობის მთავარი მიზანი და ხეხილისა და ბოსტნეულის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, გამოყენება, მოსავლიანობის გაზრდა, იმპორტის ჩანაცვლება და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ამაღლება. ნაკვეთზე საჭირო ტექნოლოგიებით პროდუქციის სრული საწარმო ციკლი იმართება. ეს არის ადგილები, სადაც რომელიც არ მორწყულა, არ ირწყვებოდა, გაკეთდება თავისი საცავი, საიდანაც შესაძლებელი იქნება მოიწყოს ეს ტერიტორიები. აქ არის როგორც კარტოფილი, არის ხახვი, არის სხვადასხვა კულტურები, რითაც ჩვენ გვინდა მოსახლეობას ვაჩვენოთ თუ თანამედროვე სისტემებით რამდენად უფრო რენტაბელურია და რამდენად უფრო იაფი გამოდის თვითღირებულება თითოეული ამ პროდუქციის. ჩვენი გლეხები მოგეხსენებათ ერთ-ერთი შრომის მოყვარებიან, თუმცა იმის გამო რომ მოძველებული ტექნოლოგიით მოხავთ მოსავალი, სამწუხაროდ არ არის საკმარისი და ასეთ ესეთი სადგურები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეს ინიციატივა დამერწმუნეთ დაეხმარება მათ და გააორმაგებს და გაათმაგებს მოწვეულ მოსავალსაც და ასევე შემცირებს ხარჯებს, რომელსაც ფერმერი დღეს უწევს გაწიოს იმისათვის რომ მიიღოს მოსავალი.